მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ დაპირებული საჯარო ტაროს სეანსი თემაზე ოქტომბრის თვის სიახლეები. რა ენერგიები, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ოქტომბრის თვეში. ამ შემთხვევაში მე ვისაუბრებ ზოგად ენერგიებზე, ზოგად სიახლეებზე და არ დავკონკრეტდები კონკრეტული ცხოვრებისეული მიმართულებით, კონკრეტული ცხოვრებისეული სფეროთი, უბრალოდ ვისაუბრებ ზოგად ინფორმაციაზე და ეს ინფორმაცია ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სიახლე ფინანსურ სფეროში, სამსახურთან მიმართებაში ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობები, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს საერთოდ სხვა თემები გააჩნია, რა არკანები ამოვა გააჩნია, რა ენერგიებს დავინახავ, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ინტუიციური ხედვაც, სპონტანურად რა ინფორმაციას მოვა, იმ ინფორმაციას გავაშკარებ, ვინაიდან მე როგორც ინფორმაციის გამტარი, ამ შემთხვევაში ვიღებ ხედვას საერთო ინფორმაციული ველიდან, შესაბამისად, რაც ესე მყისიერად, სპონტანურად მოვა ამ საჯარო სეანსის ჩაწერის პროცესში, მე იმაზე ვისაუბრებ. მოგეხსენებათ ჩემი ხედვები და ზოგადად ტაროლოგიური პროგნოზები დიდად არ არის დარედაქტირებული. ეს ჩანაწერი როგორც კი გამზადება, მე მაშინვე გიზიარებთ. შესაბამისად, ინფორმაცია არის ყოველთვის ახალი, ყოველთვის მიმდინარე ენერგიებთან, აწმყოსთან შესაბამისობაში და აქ არანაირად არ არის, ასე ვთქვათ, წინასწარ მომზადებული, ასე ვთქვათ, პასუხები, რაც მოდის სპონტანურად და რისი გამტარიც ხვდები, მე იმას გიზიარებთ. და მოდით ვნახოთ სამი ვარიანტი მექნება, როგორც ვაკეთებ ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ სანამ მე დასტას გავააქტიურებ, ანუ ავჭრე არკანებს, მანამდე ჩაიფიქროთ თქვენი სასურველი ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, ან შეგიძლიათ უკვე ჩანაწერის ნახვის შემდგომ დააპაუზოთ ვიდეო და ისე აირჩიოთ თქვენი ვარიანტი. ზოგადი ენერგიები ოქტომბრის თვის, ზოგადი ენერგიები ოქტომბრის თვის, ზოგადი სიახლეები. აქვე ვიტყვი, რომ ვისაც ჩემთან პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ჩაწერა ენერგეტიკულ დიაგნოსტირებაზე, ენერგეტიკულ მანიპულაციებზე, რიტუალებზე და სხვადასხვა სახის ენერგეტიკულ მხარდაჭერაზე, შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით მომწეროთ მესენჯერში, Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. და მოდით ვნახოთ სამი ვარიანტი. რა ენერგიები, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ოქტომბრის თვეში. პირველი ვარიანტი. რა ენერგიები, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ოქტომბრის თვეში. მეორე ვარიანტი. რა სიახლეები, რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ოქტომბრის თვეში, მათთვის ვინც აირჩევს მეორე ვარიანტს, ცოტა გაციებული ვარ, მოგატიეთ. და მესამე ვარიანტი. რა ენერგიები, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ოქტომბრის თვეში. იმედი აირჩიეთ ვარიანტი, ან კარგად ჩანს სამივე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. და რომ აღარ დავაყოვნო, დავიწყებ პირველი ვარიანტის ენერგიებით. ჩვენ აქ ხედავთ საკმაოდ პოზიტიურ განვითარებას მათთვის, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი. უფრო რატომღაც მგონია ეს თემები, რაც თქვენთვის გაჟღერდება პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, უფრო მეტად ეს არის იდეებისა და ფინანსების თემა. ოქტომბრის თვეში თქვენ თავს იგრძნობთ ფინანსურად შემდგარად, თქვენი ფინანსური რესურსების, თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონად, გექნებათ თქვენი კომფორტის ზონა, სადაც თავს ძალიან კარგად ლაღად, თავისუფლად
და ბედნიერად იგრძნობთ, თითქოს ის შრომა, რასაც სწევდით ამ წინა პერიოდის განმავლობაში, დაგიფასდებათ და შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებთ სამყაროსგან იმ გაწეული ძალისხმევისთვის, იმ გაღებული ენერგიისთვის, რომელსაც არ იშურებდით წინა თვეების განმავლობაში. აქ ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი მდგომარეობა ფინანსურ თემებთან მიმართებაში, ის არავის ზედ არაფერზე არ არის დამოკიდებულია მხოლოდ თავის თავზე, თავის ნიჭებზე, თავის უნარებზე, თავის საქმეზე, შესაბამისად ფინანსური რესურსების განკარგავი, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს მისი ფინანსური შემოსავლები, რა უნდა გადაიდოს დანაზოგის სახით, რა უნდა გაიხარჯოს, თვითონ, ასე ვთქვათ, არეგულირებს ამ თემებს. ანუ მოვიაზრებ იმ ადამიანებს, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. ამავდროულად განვითარებაში ჩანს რაღაც ახალი იმპულსები, თითქოს ჩნდება ახალი იდეები შემოსავლის ახალ წყაროებთან, ან საქმიანობასთან მიმართებაში და ეს იდეები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მოძრაობასთან, ენთუზიაზმთან, რაღაცა შემოქმედებით წვასთან, შესაძლებელია შემოთავაზება იყოს მეგობრისგან, ან თქვენს გარემოცვაში მოქმედი, თქვენს თვალსაჩინში მყოფი ადამიანისგან, რომელიც არის აქტიური, ცეცხლოვანი, იდეებით სავსე, შემოქმედებითი, ახალგაზრდა ადამიანი, ან შეიძლება თავად იყოს ასეთი, რომელიც გარდა იმისა, რომ მას უკვე რაღაც აქვს შექმნილი თავისი ფინანსური რესურსის სახით, ნულიდან არ იწყებს თავის საქმიანობას, არის რაღაცა უკვე ბაზისი, კომფორტის ზონის, საქმიანობის სფეროს სახით შექმნილი, მაგრამ კიდევ ჩნდება ახალი წყაროები, ახალი იდეების, ახალი შემოსავლების სახით ჩანასახში აღუნც ეს ყველაფერი ჯერ, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი მსუყე პოტენციალი განვითარებისა, ვინაიდან პენტაკლების ტუზი, რომელიც ძალიან მიყვარს მე პირადად, იმიტომ რომ არა მხოლოდ ფინანსებთან მიმართებაში, არამედ ნებისმიერ შეკითხვასთან მიმართებაში ფინანსებთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ მაინც მიწის სტიქიის არკანია აღნიშნული არკანი, შანსის არკანად მოიაზრება შესაბამისად, როდესაც ის ამოდის გარშლაში, თუ ძალიან ნეგატიურ არკანებთან ერთად არ ჯდება პენტაკლების ტუზი, ის ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობის, ახალი შემოსავლის წყაროს, ახალი რესურსის, საჩუქრის, იღბლის არკანი, შესაბამისად ამ საერთო კომბინაციაში დაბოლოება ამ ყველაფრისა პენტაკლების ტუზით მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს უკვე არსებულ ფინანსურ მატერიალურ რესურსებს შეემატება ახალი შემოსავლის წყარო, ახალი საქმიანობა, რომელიც ჩნდება ან მეგობრისგან შემოთავაზებული იდეის, გაჟღერებული იდეის, ან წამოწყების სახით, ან თავად თქვენში იბადება ასეთი იდეა, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი განვითარებისა, თუ რა თქმა უნდა, შემდგომი ნაბიჯებიც სწორად იქნება გადადგმული და დაგეგმილი ყველა ასე ვთქვათ, ის შემდგომი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ განხორციელდეს ესა თუ ის იდეა. ჯამში პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის შევაფასებდი ოქტომბრისთვის სიახლეებს ძალიან პოზიტიურ, ძალიან ასე ვთქვათ, დადებით თვედ ოქტომბრის თვეს, ვინაიდან აქ ჩანს კმაყოფილება თქვენი, რომ უკვე რაც შექმნილია, იმის ნაყოფებს კრებთ, იმის ნაყოფს ასე ვთქვათ, მოსავალს იღებთ ოქტომბრის თვეში და ამავდროულად ჩნდება თქვენს რეალობაში, თქვენს სივრცეში ახალი იდეები, ახალი წყაროები საქმიანობისა, რომლებიც გიქადით უფრო შორეულ განვითარებაში, შემდგომი თვეების პერსპექტივაში, დამატებით შემოსავალს, დამატებით ფინანსურ რესურსს, რაც რა თქმა უნდა, არასოდეს არ არის ზედმეტი, პირიქით, რაც მეტი უკეთესი, ხომ? ამიტომ მიყევით აი ამ ინერციას, მიყევით ამ ენერგიებს და ისევე დაგეგმილოთ და ისევე გეგმაზომიერად, როგორც აქამდე მოქმედებდით, განაგრძეთ მოქმედება, მოეჭიდეთ ამ იდეებს, უფრო ჩაუკვირდით, არ არის ეს ხელგასაშვები შემოთავაზება, თუ კი ასეთი შემოთავაზება გაჟღერდა ოქტომბრის თვეში თქვენს ცხოვრებაში, ან თუ თქვენ თავად გაგიჩნდათ ასეთი იდეა, ღირს ამ ყველაფერზე დაფიქრება, ენერგიის მობილიზება, ყურადღების კონცენტრირება
და რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, შესაბამისი ენერგორესურსის ჩადების შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მიაღწევთ უფრო ფართომასშტაბიან და უფრო მსხვილ წარმატებას, ვიდრე გაქვთ დღეის მდგომარეობით. აი, ესეთი გახლდათ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ოქტომბრისთვის სიახლეები და ენერგიები და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ოქტომბრის თვეში შესაძლებელია შემოვიდეს ახალი საწყისის ენერგიები, აქაც ჩანს რაღაც ახლის მოლოდინი, თითქოს რაღაცა იწყება ნულიდან, რაღაც ახალი მიმართულება გაქვთ აღებული, ახალი გეზი გაქვთ აღებული. შეიძლება ეს იყოს რაღაცა ახალი პროფესიის დაუფლება, ან ახალი საქმის დაუფლება, რომელსაც თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, რომელიც წარმოგიდგენიათ, ასე ვთქვათ, თქვენი შემდგომი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, ხო? რაშიც გინდათ რომ ჩადოთ ენერგორესურსი, თქვენი დრო, თუნდაც თქვენი ფინანსები, იმისთვის რომ ეს საქმე შეისწავლოთ. მაგრამ აი ამ ვითარებაში თქვენთვის, ვინც აერჩიეთ მეორე ვარიანტი, აქ ვხედავ არა მხოლოდ რაღაცა ახლის საწყის, დასაწყის, რაღაც ახალ მოგზაურობას, ან ახალ ხედვას, ახალი მიმართულებით, არამედ ერთგვარ შიშებს, ნერვიულობას და სტრესს. ეს შეიძლება იყოს სიახლის შიში, ეს შეიძლება იყოს საკუთარ თავში დაეჭვება რიგი ადამიანებისთვის, რომ რაც გაქვთ მოფიქრებული თუ ჩაფიქრებული, რამდენად გამომივა, ფიქრობთ, რამდენად შეძლებადია, მეყოფა თუ არა ამისთვის ჩემი რესურსები, ფინანსები, დრო, მოვაბამ თუ არა თავს. შესაძლებელია ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდეთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი საქმე, რომელშიც და ისეთი მიმართულება, რომელშიც არ გაქვთ გამოცდილება, რომელიც თქვენთვის ისეთ სიახლეს წარმოადგენს, რომ თითქოს რაღაცას იწყებთ ნულიდან, იმიტომ რომ ძალიან ახალი საწყისები, ახალი ნაბიჯები ჩანს ამ ყველაფერში, თითქოს რაღაცა მარცვალია ჩათესილი, მაგრამ რამდენად გაღვივდება ეს მარცვალი, რამდენად გაიზრდება თქვენი შრომის ნაყოფი და რამდენად მომგებიანი იქნება ის, ან რამდენად სწორია ეს ხედვა და ნაბიჯი, ამაში შესაძლოა ძალიან გეპარებოდეთ ეჭვი. ეხლა ჯამში ზოგადად სწავლა, სიახლეების მიღება, რაღაცა ახლის დაუფლება ყოველთვის არის სწორი ხედვა ადამიანის მხრიდან, იმიტომ რომ მუდმივი და მარადიული რაც არის დედამიწაზე ერთადერთი რამ ეს არის ცვლილებები, ხო? არასოდეს არ არის ისე რომ რაღაცა ვთქვათ ფორმა არის შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და ის მთელი ცხოვრება გრძელდება. ცხოვრება მოითხოვს მოძრაობას, ცხოვრება მოითხოვს ცვლილებებს და ადაპტირებას, ადაპტაციას ამ ცვლილებებთან. ამიტომ თუ კი თქვენს ცხოვრებაში დგას ესეთი ეტაპი, რომ რაღაცამ უნდა დაასრულოს თავისი არსებობა, რაღაცა უნდა დასრულდეს და გსურთ რომ რაღაცა ეს რაც არის ხომ ძველი დაასრულოთ და გაიხედოთ ახალი მიმართულებით და დაიწყოთ რაიმე ახალი, მაშინ ეს შიშები, ეს დაეჭვება, ეს ნერვიულობა აუცილებლად უნდა გადადოთ გვერდზე, იმიტომ რომ შიში ეს არის ძალიან ძლიერი ემოცია, რომელიც ყოველთვის წარმოადგენს ძლიერ წინაღობას ადამიანის ცხოვრებაში მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყველაფერი შეუძლია გააფუჭოს შიშს და ორჭოფობას. ამიტომ თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ და გინდათ რომ ახალი ასე ვთქვათ, გზა გაიკვალოთ, ხომ, ახალი მიმართულებით წახვიდეთ. მაშინ ეს შიშის მდგომარეობა რაღაცნაირად უნდა დაძლიოთ და მთელი თქვენი ენერგორესურსი უნდა ჩადოთ აი ამ საქმეში. იმიტომ რომ სწავლის პოტენციალი აქ ნამდვილად ჩანს, თქვენ გაქვთ ნამდვილად იმის პოტენციალი, რომ აი ამ რაღაც ახალს დაეუფლოთ, შეისწავლოთ საფუძვლიანად და შემდგომ თქვენ წარმოიდგინეთ, რაოდენ ეჭვიც არ უნდა გეპარებოდეთ დღეის გადმოსახედიდან ამაში, ეს საქმე თქვენი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან პატარა და შეიძლება ერთი შეხედვით, თუნდაც თქვენი შეხედულებით, ძალიან უმნიშვნელო ძვრები იყოს ამ მიმართულებით და ასე ვთქვათ, ეს საქმე ძალიან მცირე
ნიშანწყალს ამჟღავნებდეს იმისა, რომ არის მასში პოტენციალი, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. მე ვიტყოდი, რომ ამ საქმეს, ამ პროფესიას, ხელობას თუნდაც, ან ნებისმიერ იდეას, რა იდეაც არ უნდა გქონდეთ, რა იდეაც არ უნდა არსებობდეს თქვენს გონებაში, თუნდაც ჩანასახის სახით, აქვს საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ის გადაიქცეს თქვენი, ასე ვთქვათ, საქმიანობის სფეროთ, თქვენი შემოსავლის წყაროთ. მთავარია, რომ თქვენ ჩადოთ აქ და ახლა აწმყოში შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ მომავალში მიიღოთ შესაბამისი მოსავალი, ხო? აიღოთ შესაბამისი მოსავალი ისეთი, როგორც ვთქვათ, პირველ ვარიანტს აქვს. თუ პირველ ვარიანტში ჩვენ ვხედავთ უკვე რაღაცა პროცესს გავლილ ადამიანს, რომელსაც ძალიან კარგი ფუნდამენტი აქვს, უკვე შექმნილი, იმისთვის, რომ ზემოდან კიდევ რაღაცა დააშენოს, აი, როგორც რომ წარმოვიდგინოთ ორსართულიანი შენობა, რომლის პირველი სართულიც უკვე აშენებულია და შემდგომ უკვე მიდის შენებლობა მეორე სართულისა. ამ შემთხვევაში თქვენ ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, უფრო რაღაცა, ვთქვათ, საძირკვლის ჩაყრის მომენტში ხართ და ამიტომ შესაძლებელია სწორედ აქედან მოდიოდეს თქვენი შიშები. მაგრამ თქვენი შიშები არის უსაფუძვლო, თქვენ სწორ გზაზე დგახართ და ამიტომ ოქტომბრის თვეში მაქსიმალურად ეცადეთ, რომ აი ამ ახალი მიმართულებით გაიხედოთ, თქვენი შიშები გვერდზე გადადოთ და თქვენი მთელი ყურადღების კონცენტრაცია და მობილიზება მოახდინოთ სწორედ ამ ახალ საქმეში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. ეს შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ახალი სამსახური, ეს შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ახალი პროფესია, ან თუნდაც იდეა რაღაცა საქმის წამოწყებისა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს წასვლა თუნდაც სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ რაღაცა გზის ელემენტებიც ჩანს, შორეული გზის ელემენტებიც. ამიტომ ნებისმიერი იდეა, რასაც არ უნდა განიხილავდეთ, ახლა განიხილეთ შიშების და ღრმა დაეჭვების გარეშე, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა. მაშინ საერთოდ უნდა შეეშვათ ამ საქმეს და რაღაცა სხვა მიმართულებით უნდა გაიხედოთ, ხო, უფრო ნაცნობისკენ, უფრო ისეთი რაღაცისკენ, რაც იცით, რაც უფრო ნაცნობია თქვენთვის, იმიტომ რომ შის შეუძლია მატერიალიზება, მატერიალიზაციის ძალიან ძლიერი უნარი აქვს შიშის ემოციას და შესაბამისად უფრო ნეგატიური სცენარის განვითარებას განაპირობებს ასეთ ენერგიებში ყოფნა, ვიდრე დადებითი სცენარისა. აი ესეთი პროგნოზი მოგვაწოდა მეორე ვარიანტისთვის ოქტომბრის თვეში, ტარო და მონით ნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში თუ პირველივე არკანს განვიხილავთ თქვენს, ასე ვთქვათ, პიროვნებად, თქვენი პიროვნების სიგნიფიკატორად, თქვენ აქ ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი, ხართ საკმაოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი, რაღაცა უფრო ტექნიკური ტვინი აქვს, რო იციან ხოლმე თქმა, რაღაცა უფრო ფაქტებით, ლოგიკით, მსჯელობის მოყვარული ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი, აქვს კარგი და ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ძლიერი გონება. მაგრამ მიუხედავად თქვენი ასეთი რაციონალური მიდგომებისა, ოქტომბრის თვეში თქვენს ცხოვრებაში შემოდის ორი ძირითადი საკვანძო თემა. ერთი ეს შეიძლება იყოს რაღაცის გაშვების ან რაღაცის შენარჩუნების თემა. აქ ჩანს უფრო ემოციური კრიზისის თემატიკა, როდესაც ადამიანი ემოციურად საკმაოდ მოწყვლადია, საკმაოდ რაღაცა ისეთ ნეგატიურ განცდებშია და ეს ძალიან უშლის ხელს იმაში, რომ ეს თავისი რაციონალური და ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობები, თავისი რაციონალური ტვინი, გონება გამოიყენოს თავის ცხოვრების უკეთ მოსაწყობად, იმიტომ რომ ემოციები ძალიან გიბლოკავთ, ასე ვთქვათ, ცივი ლოგიკური აზროვნებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების უნარს, შესაბამისად ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანია ეს თემა, რომ ეს ემოციური დისბალანსი, ეს ემოციური შფოთვა და სტრესი რაღაცნაირად დატოვოთ წარსულში და წინა პლანზე წამოწიოთ თქვენი რესურსები, თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები
თქვენი გონება. ამავდროულად აქ რაღაცა ფინანსური ინტერესებიც იკვეთება, თითქოს ორიენტირებული ხართ უფრო მეტად იმ ფინანსური ბაზისის, იმ საყრდენის შენარჩუნებაზე, რაც უკვე გაქვთ და რაც უკვე არსებობს თქვენს რეალობაში და ჩანს ერთგვარი სტაგნაცია, თითქოს ადამიანი ინარჩუნებს იმას, რაც არის, მაგრამ აქ არ ჩანს ახალი ენერგიის მოძრაობა, ახალი რესურსების შემოდინება, გაფართოება პირიქით. უფრო მეტად ადამიანი მოჭიდებულია იმაზე, რაც არის. შესაბამისად, იმისთვის, რომ უფრო შორეულ მომავალზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, არ გაჩნდეს იმის რისკები, რომ ფინანსურად წახვიდეთ უკან და დაიკარგოს ახალი შემოსავლების მიღების შანსები და შესაძლებლობები, ეცადეთ, რომ აი ამ მდგომარეობიდან, მოჭიდების მდგომარეობიდან და იმის შენარჩუნებისკენ სწრაფვის მდგომარეობიდან, რაც არის ეს არ დავკარგო, გადახვიდეთ უფრო მაღალი ვიბრაციის მქონე ენერგიებში, ანუ ის რაც არის, იმას ლოგიკურად, ძალიან ისე რაციონალურად განვკარგავ, მაგრამ ამავდროულად ორიენტირებული ვარ შემოსავლების საქმიანობის გაფართოებაზე, მეტის მიღებაზე და ფინანსურ წინსვლაზე. რატომღაც მგონია, რომ ამ ფინანსურ თემებთან მიმართებაში ხელს ძალიან უნდა გიშლიდეთ თქვენი ემოციური ფონი, თქვენი ემოციური მოწყვლადობა, ამიტომ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, მე ვფიქრობ, რომ ორი საკვანძო თემა იკვეთება ოქტომბრის თვეში. ერთი ეს არის, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეთ იმ ემოციური დანაკარგებისაგან, რაც შეიძლება განიცადეთ წარსულში და დღემდე და ეს მოყვებათ ოქტომბრის თვეზეც, დღემდე აი ამ ყველაფრის გაანალიზება გაშვების პროცესში ხართ, თან უშვებთ, მაგრამ თან ვერ უშვებთ და რაღაცნაირად აი ამ ძალიან მძიმე ენერგიებში იხარშებით. ამიტომ ეცადეთ, რომ გაუშვათ საბოლოოდ ეს ემოციები, რომლებიც გთრგუნავენ და რაღაცნაირად ენერგეტიკულ მოჯადოებულ წრეში გტოვებენ და ეს თავისთავად რაღაცნაირად გახსნის ცხოვრების სხვა სფეროებსაც, მათ შორის ფინანსების სფეროს და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენი ძალიან კარგი, ისეთი ძლიერი ინტელექტუალური, ლოგიკური შესაძლებლობები ჩადოთ შესაბამის საქმეში, გადაიტანოთ ყურადღება საერთოდ სხვა მიმართულებით და განვითარდეთ როგორც ადამიანი, როგორც კონკრეტულად პროფესიონალი, როგორც ნებისმიერ ასპარეზზე არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეიძლება შეეხოს ცხოვრების ფინანსურ სფეროს, ეს შეიძლება შეეხოს ურთიერთობებს, ეს შეიძლება შეეხოს თქვენს უშუალოდ თქვენს პიროვნულ განვითარებას. ოქტომბრის თვეში მესამე ვარიანტისთვის ვიტყოდი ის, რომ ის რასაც ეჭიდებით, ფუჭია, ეცადეთ გაუშვათ ეს ნეგატიური ემოციები, წყენები, გულისწყენები და ორიენტირდეთ უფრო მეტად განვითარებაზე, თქვენი გავლენის წრის, შიდა წრის გაფართოებაზე, სხვა ინტერესების გაჩენაზე თქვენს ცხოვრებაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს თქვენს ზრდას, თქვენი შიდა წრის, როგორც აღნიშნე, გავლენის წრის გაფართოებას და ზოგადად გადაიყვანს თქვენს ცხოვრებას სხვა უკეთეს, უფრო განვითარებულ რეალობაში, უფრო განვითარებულ ვითარებაში. აი ესეთი ზოგადი ტენდენციები ამოვიდა ოქტომბრის თვესთან მიმართებაში მესამე ვარიანტისთვის. ჩემო მეგობრებო, თუ მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან, თუ რეზონირდა, ჩემი თხოვნა იქნება გააზიაროთ და დაალაიქოთ. ასევე დამიკომენტაროთ აღნიშნულ ვიდეოს კომენტარების ველში. ხოლო როგორც აღნიშნე, პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.